ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა. შესრულდა 10 საათი და სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში დადგა გადაცემა ინფორმატორის დრო. რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. მოდით გავეცოთ თუ რა ხდება ახალი და საინტერესო ამ დროისათვის შოუ ბიზნესის სამყაროში. კლუბ 16 რაუნდში გრძელდება ვანიკო თარხნიშვილის საზაფხულო ფესტივალი საუკუნე 20 დღეში. ორგანიზატორებმა განტვირთვის დღე მოაწყვეს და ელექტრონული რეპ-როკ მუსიკის ნაცვლად კლასიკური რომანსის საღამო შემოგთავაზეს. საღამოზე ქართულ და რუსულ რომანსებს მომღერალი ნინო არაზაშვილი ასრულებდა. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. დღეს ძალიან კაი პროგრამა არის, ანუ ამ დღევანდელი პროგრამით უკვე მტკიცდება ის, რომ ეს ფესტივალი საუკუნე 20 დღეში არის ძალიან მრავალფეროვანი. რომანსი ამტკიცებს ამას უკვე 100%-ით და ანუ დღეს უკვე დამსწრე საზოგადოებას საბოლოოდ უკვე გაისგზდეგანებს იმას, რომ ეს არის ძალიან მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ფესტივალი. ყველაზე საინტერესო დღევანდელი კონცერტი არის იმით, რომ რუსული და ქართული რომანსები აღშფერდება სხვადასხვა აკომპანიმენტის თანხლებით. ეს არის მხოლოდ ფორტეპიანო ტრადიციულად. სამწუხაროდ გიტარა ვერ დამიმშვენებს გვერდს ჩემი მაესტრო, რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მაგრამ იქნება ჯაზ კვარტეტი და იქნება კიდევ სახელმწიფო ტრიო, სიმებიანი საფორტეპიანო ტრიო. მინდა გითხრათ, რომ იმ საკმაოდ დიდი რეპერტუარიდან, რაც დღემდე მოყოლებული ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ძალიან ხშირად ჟღერს, ძალიან ძნელი იყო არჩევანის გაკეთება, რითი შეიძლებოდა ამ საღამოს დაწყება. მაგრამ ალბათ უფრო ძნელი იყო გვერდი აგვიარა იმ სიმღერისთვის, ინოლა გურგულიას ამ სიმღერისთვის, რომელშიც სიმღერისთვის იბადება სწორედ ადამიანი. ვინც უსმენს საერთოდ ამ კულტურას და ამ რომანსის ცნება ვისთვისაც ცნობილია, ყველამ კარგად იცის ვინ არის ნინო, ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია და საერთოდ უკვე მიღებული ეს არის, ასე ვთქვათ, რომ ქართველი მომღერლები იგივე რუსულ რომანსს ბევრად უფრო საინტერესოდ ვღერიან ვიდრე თვითონ რუსები. როგორც შაშანდელი სეზონი, წლევანდელიც ფაქტურად მიდის ისეთ კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ შაშანდელი ზაფხული საკმაოდ ცივი იყო და აი ესეთი ღია კლუბების სეზონი ფაქტურად ჩააგდო და წლევანდელი ზაფხული საკმაოდ ცივია. სხვა შემთხვევაში ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იქნებოდა ეს ფესტივალი. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყველაფერი იმის გახსენება და თავიდან მოსმენა, რაც ხდებოდა ამ საუკუნეში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის ვინ ცოტათი მაინც ერგოვა რუსული რომანსის ჟანრში, მე მგონი აი ასე შეფუთული რუსული რომანსის საღამო ჯერ არ ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არის ტრადიცია რომანსის შესრულების, მაინც რომანსის შემსრულებლები მაინც იშვიათი სტუმრები არიან ქართული სცენის დღესდღეობით, იმიტომ რომ მაინც სხვა თანამედროვე მუსიკაზე არის უფრო მიპყრობილი, ასე ვთქვათ, მთელი ყურადღება. წიგნის აღპარნაში მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ამჯერად მამუკა ბუცხრიკიძემ წარმოგვიდგინა ებრაული პოეზიის თარგმანი. ციკლს ასე ჰქვია: წმინდა მიწა კაქტუსების ქვეყანა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წიგნის სახლ პარნაში, სადაც შედგა კიდევ ერთი წიგნის პრეზენტაცია. ეს გახლავთ თანამედროვე პროზის ანთოლოგია, რომლის თარგმანის ავტორიც გახლავთ მამუკა ბუცხრიკიძე. ხოლო წიგნში შესულია 12 ებრაელი მწერლის ნაწარმოები და ასევე გეტყვით იმასაც, რომ წიგნის სახელწოდება წმინდა მიწა, ანუ კაქტუსების ქვეყანა. წავედით, ვნახოთ რა ხდება. შემოთავაზება, ეს არ გახლავთ მამუკას ინიციატივა, თავად მიიღო შემოთავაზება მაგათ, რომ გამოსულიყო ეზიარებინათ, ასე ვთქვათ, ისრაელური პროზისათვის, რომელსაც ავტორს დავესწრებით, თუ როგორც თვითონ ავტორი ამბობს, და ნობელის პრემიის ლაურეატის შმუელ იოსეფ აგნონის ნაწარმოები აქამდე და ეწევა ამ მუშაობას, თარგმნის მუშაობას და სწორედ თანამედროვე ისრაელის წერლობისა. მაგრამ მაინც ასეთ ვისე იცნობს ჩვენი კითხველი, იცნობს ებრაულ პოეზიას, ძველსას, იცნობს თანამედროვე. აი ამობენ, ებრაელი ჯარისკაცები თავს დაესწრა, ებრაელი ჯარისკაცები კი არა. თავს იცავენ ისრაელის ჯარისკაცები და ისრაელის განსხვავებას იმით, რომ მე მიმაჩნია ერთ-ერთი סერიოზული תרגמელი. אני יכול לדבר אנגלית, אבל לכבוד הוא לי שמישהו שמלמד פה עברית יתרגם אותי, הוא יתרגם את הדברים. ანთოლოგიის სათაურიც აქედან გამომდინარეობს. წმინდა მიწა კაქტუსების ქვეყანა. קשר בין מקומות, קשר בין אנשים, קשר בין תרבויות, חשוב שייבנה על ידי היכרות בין התרבות. הספר הזה הוא חלק מאותה היכרות בעצם. ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა იმდენად რამდენადაც ეს ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის ურთიერთკავშირის გამყარებას არამარტო წარსულში, არამედ ახლაც და ეს ურთიერთობები ადამიანებს შორის და ურთიერთობები კულტურებს შორის სწორედ მათ მეგობრობას ბადებს. პირველი ჩემი თარგმანი იყო ნობელის პრემიის ლაურეატის შმუელ იოსეფ აგნონის ნაწარმოები აქამდე. ეს ნაწარმოები გაცილებით რთული იყო, რთული გახლავთ. მაგრამ აგნონი ურთულეს წერლად ითვლება, თვითონ ებრაელებსაც კი უჭირთ თავის გართმევა, სირთულების დაძლევა, ასე რომ აი ამ დიდი წინაღობის დაძლევის შემდეგ ეს სამუშაო შედარებით იოლი იყო. კახუჩელა არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას და მორიგ სიურპრიზს გთავაზობს. იგი მედუდუკეთა ანსამბლ ძველი თბილისის პროდიუსერი გახდა. როგორც ჩვენი გამოშვებებიდან გახსოვთ, ანსამბლმა, რომელიც მხოლოდ ძველ ქალაქურ მუსიკას უკრავს, პირველი ალბომი ქართულ ჩანაწერებში სწორედ კახუჩელას დახმარებით ჩაწერა. გარდა ამისა, კახუჩელას ახალ ალბომში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა, მათი ერთობლივი ნამუშევარი რჩება. როგორც ჩანს, კახუჩელა და ანსამბლი ძველი თბილისი ჭიდროდ გააგრძელებენ შემოქმედებით ურთიერთობას. ჩვენ გვმუშაობთ ერთობლივად, იმიტომ რომ ჩემს ალბომში ორი სიმღერა არის უკვე შესრულებული ამ ანსამბლის წევრებიდან. ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვინც არის ვადონი რობინზონ სალარიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც მე ვთვლი, რომ ყველაზე პროფესიონალი შემსრულებელია დუდუკზე. და რაც შეეხება მაგათ ალბომს, უმეტ ძალიან დიდი სურვილი ქონდა დიდი ხანია უკვე, რომ თავისი ალბომი გაეკეთებიათ. ამ შემთხვევაში მე უფრო იმპრესარიოს როლი ვითამაშე. შევძელით მე და ჩემი მეგობრებმა გავიკეთებია ის, რომ ჩაგვეწერა ამათი ალბომი და 17 სიმღერა შევიდა და კომპოზიცია ამ ალბომში, რომელიც უკვე დამუშავების პერიოდშია. უახლოეს დღეებში გამოვა უკვე გაყიდვაში და პრეზენტაციაც შედგება. ამ ალბომში, რომელიცაც მე უკვე ვამთავრებ, რომელიცაც ძალიან დიდი დრო დაუთმე საერთოდ ჩემი ასე ვთქვათ შემოქმედების და საერთოდ ცხოვრების. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ერთ-ერთი კიდევ ერთი ნაბიჯია ჩემ შემოქმედებაში წინ, რა თქმა უნდა. დანარჩენს უკვე თვითონ ხალხი მოусმენს და გადაწყვიტავს რა როგორ არის, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი თავიდან გამომდინარე მუშაობას საუბრობ კმაყოფილი ვარ თქო. და ამ ალბომში მაია დარსმელიძესთან ერთად იქნება დუეტი,
რომელიც ცოტა არ იყოს ჩემი მიმართულებისგან ცოტა განსხვავდება, მაგრამ თუმცა იმ ხაზში ის რაც არის მთლიანობაში ალბომი. მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა თამრიკო ჭოხონელიძის მოსწავლეთა კონცერტი. უფრო ზუსტად სიუჟეტიდან შევიტყობთ. ეს არის თამრიკო ჭოხონელიძის ჯგუფი. მე შევასრულებ ინანა გურგულიას გვირილას და შევასრულებ ვაჟა-ფშაველას ლექსია იასინაზე მოსტაცე. აი თქვენ გესმით რა მუსიკა ისმის, ალბათ კარგად გავაკ მიკროფონში და მე მინდა იცოდეთ ეს ჩვენ მაყურებელმა რომ სრულდება სიმღერა კინოფილმიდან მაგდანას ლურჯა, რომელიც სამწუხარო და ჩვენი მაშულებმა ფაქტურად არ იციან, არ უნახავთ და არა და საოცარი კინომუსიკა იქმნებოდა ქართული კინოფილმების საშუალებით, რომელიც ესტრადაზე გადმოვიდა მე. აი ჩვენ გვინდა რომ ეს ბავშვები რაღაცნაირად ეზიარონ ნამდვილს, ქართულს და რაღაცნაირად მათი სული ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო ლამაზი გახდება, კიდევ უფრო ლაღი გახდება, იმიტომ რომ ეს ჭირდება ქართველ ბავშვებს. გარდა ამისა, საშემსრულებლო მანერა გვინდა იყოს სადა, ის რაც ქართულს ყოველთვის ახასიათებდა. არ ჭირდება ბევრი არაფერი ამ ბავშვებს. თავარია რომ იცნობდნენ ქართულ მუსიკას და ისინი თავისთავად ძალიან დახვეწილი, სადა და კარგი გემოვნების ხალხი გამოვადა. თამუნა ამონაშვილი საქართველოს დაუბრუნდა და აქტიურად ჩაება შოუ ბიზნესში. მან ლალი ტოტიკაშვილთან დუეტი ჩაწერა და როგორც გავიქეთ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც აპირებს. ახლა კი თავად თამუნას გავესაუბროთ. მე ვთვლი რომ ეს 6 თვე სრულიად ნაყოფიერი თვე იყო. ძალიან ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, პატარ-პატარა ტუსოვკებში, სადაც უამრავი მომღერალი გავიცანი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ასე ვთქვათ. იცი რა არის, ირა ეს თითოეული ნაბიჯი მოსკოვში რაღაცას ნიშნავს, თითოეული კონცერტზე გამოსვლა, რა თქმა უნდა მოსკოვი ძალიან დიდია, ძალიან დიდი დრო გჭირდება შემოქმედს, რომ შენი შემოქმედება განავრცო. მით უმეტეს ქართველებისთვის ეს ცოტა რთულია. ну ჩემთვისაც რა თქმა უნდა ეს სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ ეს მეგობრების თანადგომით მე საკმაოდ ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მე კმაყოფილი ვარ აი ამ 6 თვით. ჩემში სიყვარული აკრება. იყო კიდევ შემოთავაზებები რადიო დრუჟბაში, სადაც აიღეს ინტერვიუ. უშევდნენ ჩემს ძალიან ბევრ სიმღერას. ფაქტიურად ძალიან დიდი პრომოუშენი გამიკეთა აი ამ რადიო დრუჟბამ, სადაც მუშაობს ქართველი ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი, გელა გოგოხია, რომელიც საკმაოდ დიდ პრომოუშენს უკეთებს ქართულ მომღერლებს და მათ შორის მეც ვიყავი. პირველ რიგში ძალიან მომენატრა ჩემი საქართველო და ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იმყოფება, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები და რაც მთავარია, ჩემი საქმე მომენატრა თბილისისთვის. მე გადავწყვიტე, რომ ეს დაწყებული ალბომი, რომელიც გაიყინა ამ 6 თვის განმავლობაში, ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს და მე ახლა მთელი ენერგიით, მოზღავებული ენერგიით მინდა რომ ეს ალბომი დავამთავრო. არის ძალიან ბევრი ლამაზი სიმღერა.
მე პირადად ძალიან დიდი მედებს ვამყარებ ჩემს აი ამ ახალ ალბომზე. მექნება რამდენიმე დუეტი, ერთ-ერთი დუეტი იქნება ლალი ტოტეკაშვილთან. იცით, მე ძალიან მომწონს ეს სიმღერა, ფაქტურად უკვე ჩაიწერა და ველოდებით რომ უკვე დავაფიქსიროთ ეკრანზე. მე და გია, ასე ვთქვათ, შემიძლია თქვა გუმბერიძე, გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა ვითანამშრომლოთ ცოტა ხნით, მეგობრულად გვერდზე ამოვუდგეთ ერთმანეთს, უბრალოდ გია ამომიდგეს მე გვერდზე ცოტა ხნით და ამის შემდეგ შევხედოთ, როგორ იქნება კარგი ჩემთვისაც, მისთვისაც, უფრო სასიამოვნო მისაღები თუ იქნება ეს. და ნახოთ, წინასწარ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს არის მხოლოდ მეგობრული თანადგომა. ეს თუ ეს შრომა თუ მიაღწევს ჩვენთვის სასურველ ფაქტებს, ალბათ დასაშვები იქნება, რომ გია გახდეს ჩემი დირექტორი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.